გამარჯობათ ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებით, ეს არის დღევანდელი დღე არის ხუთშაბათი, მოგეხსენებათ გაზაფხულის ქუჩიდან მაუწყებლობთ, ასე ვთქვათ, ჩვენ ამ შემოდგომა დღეს გაზაფხულის ქუჩიდან მაუწყებლობთ და მოგესალმებით ყველას. ეს არის ჯაპანას პაპანაკება გადაცემა, მოგეხსენებათ და ჩემი დღევანდელი სტუმარი გახლავთ, ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. აი, დიდი დროა. არ ამბობენ ხოლმე ხა ქალის სასაკს არ უნდა ილაპარაკო, მაგრამ ასე მოხდა, ასე დაგვემართა და რა ვქნათ ახლა. დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს ჩვენ და ძალიან მიყვარს. ეს არის უთფილესი, უნიჭიერესი, უტკბილესი, ტკბილი და მურაბა ჩემი ლილი ხურითი გახლავთ ჩემო ბატონო. ორივე მინდოდა მომეწვია დაიკოები, ორივე ძალიან მიყვარს, მაგრამ ხას უსვამ იმას, რომ იმას ცალკე მოვიყვან კიდე მე. იმიტომ რომ ერთად რაღაცა მაინც ეხა რაღაცა ამ ფორმატში ჯობია ცალ-ცალკე ვისაუბროთ. იმასაც აუცილებლად ბოდიში მოვხადე, ჩემთან ასე პირდაპირ ეთერში ვუხდი აგერ ბოდიში, რომ ასე რომ აუცილებლად დაუძახით მაგას. როგორ ხარ პირველ რიგში? არა მიშავს, მადლობ. ძალიან გამიხარდა შენთან მოსვლა, იმიტომ რომ ისა ინტერვიუები არ მიყვარს, მაგრამ ვიფიქრე რომ ჯაპანა რამდენი ხანია კი გნახულობ ხოლმე, მაგრამ აი ჩვენი ცხოვრების ტემპის და რიტმის გამო ვერასდროს ვერ გავჯერ როგორ ახარ გამარჯობა, კარგად არ ამიშა და დიდი ხანია შენთან არ მისაუბრი, ამიტომ მოვედი შენთან სასაუბროდ. მაინც უღრმესი ისიც დიდ მადლობას მოგახსენე. მოგახსენებ მადლობას მე პირველ რიგში და პატივია ჩემთვის შენი მოგზანება, ჩემის მადლობა შემოსაყვარელო. მოდი ასე დავიწყოთ ეხლა ლილი ჩემო კარგო. მე შენ წარმოიდგინე ამდენი ხანია გიგიცნობ, მაგრამ მაინც არ ვიცოდი რომ შენ აგერ სვანეთის უგნელი ყოფილიყარ ძმაო. ძელი ვარ, რა თქმა უნდა, ზემოთ კუკის უბანი, ქვემოთ ოქროს უბანი, აქეთ მარჯვნივ ნახალობ გადაიარეს. ლოტკინი ხო იქვე და აი ესეთ უბანში ვარ გაზრდილი მე. იტალიურ სატოვეზახით ამ ეზოებს ვერ გავიგე. იტალიურ სატოვეზახით ქართული ეზოები იყო მეცბანდო არა. მაგრამ მაშინაც ესე ვიცოდი რომ იტალიური ეზო ერქვა და ხო. ესე რა უცნაურ. ეხლა ნეორეალიზმი და ფილმები და ვანკარტო იპორაგო კვირილები რაღაცები იყო. ამის გამო მე იმას მახსენს ბაბაჯანას ქოშები, ხო გახსოვს მულტიპლიკაციური ფილმი ბაბაჯანას წყალი რო დააქვს და ბაბაჯან იქ სიამოვნებდა ძალიან იქ სხვადასხვა ენაზე ეძახიან წყალი ესავა და რაღაცა და დონ ოსურად არის წყალი და ისე მიხარო და რომ ოსურადაც და ასე იყო იქ მრავალფეროვნება იყო ჩემს ეზოში. ბავშვობაში ყოფილიყარ, ბავშვობიდან თურმე შენ გქონდა მისწრაფება ამ სახელმწიფოსკენ. ის კი რა ვიცი ესე ხო მე არ ვიცოდი ხო ბავშვობა ხო არ ვიცი შენი კარგად ვიდეო. შენ უკვე სიღმაწვილეში შეხვდეთ და ეხლა ბავშვობა არ ვიცოდი ეხლა ეგეთი ამბობი და აგერ მიწეს ეს რომ ისო რა ქვია დირექტორის კი იყო ისო რეჟისორი ხო იყო სპექტაკლების ხო გამდა. რა სპექტაკლებს გამდი? რა კონკრეტულად რა სპექტაკლი იყო ერთი მახსოვს რომ კონკია ვითამაშეთ აუცილებლად ვითამაშეთ კონკია და ნანა თამაშობდა როგორც მახსოვს მე ვიყავი რეჟისორი და სხვაობა რამდენია თქვენ შორის? 3 წელი. მე დიდი გოგო ვიყავი, კი, დიდი გოგო ვიყავი და ინიციატივა ჩემს ხელში იყო, ისედაც ბავშვები და რაღაცა ინიციატივიანი ბავშვი ვიყავი და გაგიკვირდება და ცელქიც ვიყავი. რატომ რაღაცა ახტაჯანას მე. იცი რატო არ ვტოვებ ესეთ შთაბეჭდილებას. შეიძლება იცი რა, ბუნებით ცელქი კი ვარ, მაგრამ იმდენი მიძახეს კარგი გოგო, ჭკვიანი გოგო, რაღაცა ეს სერიოზული ბრძენი ერთხელ ერთმა თქვა რომ ის მავალდებულებს რომ რა გიდე ხო რაკატკა მესრო არა არა მაგრამ რაღაცა მინდა რომ დავაშაო რაღაცა არასწორად მოვიქცე ხო და უკვე ისე დავკომპლექსიე კარგი გოგოს თქმით რომ მეშინია რაღაც შეცდომა არ დაუშვა არა და ეს ცუდია მინდა აი ბავშვობა რატო ლაღი რატო გამდი სპექტაკლებს იმიტომ რომ არ მქონდა იმ ხელა პასუხისგებლობა და არ ვიცი არა ოილი გამომივიდა მქონდა მაშინ პასუხისგებლობა მაგრამ მქონდა კი როგორც ჩას მქონდა ხო ეხლა აი ძალიან შორს არის ჩემთან ლიდერის თვისებები საერთოდ არ ვარ ლიდერი აი საერთოდ მაგრამ მაშინ ყოფილვარ ხედავ შენ იცვლება ადამიანი რა ეგრე არის რაც იყავი ბავშვობაში ძირითადად რაც ვიყავი ის ვარ მაგრამ აი როგორ შეიძლება იმ ეზოში სადაც მე ვცხოვრობდი რომელსაც იტალიური დავარქვით და ქართული იყო სინამდვილეში აი იმ ეზოში მსახიობობა არ გდომებოდა. საერთოდ ყველა ბავშვს უნდა მსახიობობა. უნდა და არიან კიდეც რა ბავშვები. არა, ის თამაშებით მსახიობობა არა. როგორ შეიძლება ბავშვმა ითამაშოს? ისე რომ არ დაიჯეროს.
მე ვფიქრობ რომ მთელი სტანისლავსკის სისტემა არის ბავშვობა. ასე არ არის? დიდი არტისტი ვინც არის არის ეგ ხაზგასმული იმ სისტემაში. რა თქმა უნდა და ახლაც თუ კარგად დავაკვირდებით, კაი ვინ ჩვენ მოგწონს ერთმანეთიც თუ მოგწონს და სხვაებიც თუ მოგწონს, კარგი არტისტები თუ მოგწონს, ისინი არიან დიდი ბავშვები. ბავშვით მე მოცემულ ვითარებაში და იქ იყო მე მოცემულ ვითარებაში და იმდენად სერიოზულად უდგებოდით ამ საქმეს, რომ შენ წარმოიდგინე. ჩვენთან ცხოვრობდა ესე ქურთები ცხოვრობდნენ ბევრი, ესე ოსები ხო ცხოვრობდნენ. ქურთები, აისორები, სომხები, ებრაელები. თამაშობდი მისი სულიქსულს ალბათ. რა თქმა უნდა და გოგოები ჩვენ ლახტს თამაშობდით, რამე კოჭაობდით. ხო, აი ლახტი არ გვითამაშია, იმიტომ რომ ხო. არა, მისი სულიქსულს ორივე თამაშობ. მისი სულიქსულს რა თქმა უნდა და ლახტი იმიტომ არ გვითამაშია, რომ მე ვიყავი ლიდერი, მე შემეძლო დიდი ბიჭები არ დამეშვა სათამაშოდ. იმიტომ რომ ისინი რაღაცა არიჯერებდნენ რაღაცებს და ხანდახან ეცინებოდათ დაგვცინოდნენ და მე შემეძლო ამეკრძალა მათთვის მონაწილეობის მიღება. ეგეთ ტიპშა ვიყავი, რატომღაც არ ვიცი და რატომ ვამბობ იცი რომ სერიოზულად უდგებოდი. ხო, ეს 3 სართული იყო, აივნები, ბილეთები იყიდებოდა. ნუ ეს არ არის ახლა მარტო მე არ ვაკეთებდი ამას, ყველა ამას აკეთებდა და ქურთები რამხელა ავტორიტეტი მქონდა, მინდა ხაზი გაუსვა ამას. ქურთებს ჩემს უსაყვარლეს სარე დეიდა, საბრე, შარე მამი და რატომღაც დები იყვნენ და ერთს დეიდას ვეძახით, მეორეს მამიდას ვეძახით, მესამეს ბიცოლას და მათ ჰქონდათ სამზითვო ჩემოდნები. აი რაღაცა რო იხსნებოდა და ჯადოსნური სამყარო ისე ნატრიები. აი და ცელოფნებში ჩაწყობილი. აი შენ წარმოგიდგენია რომ მე შემეძლო მათთვის სარე ბიცოლა თუ მამიდა იმას რომ გვჭირდება სპექტაკლისთვის გამიხსნიდა ეს ტყავის ისინი იყო ჩემოდნები გახსნიდნენ ამ ცელოფნიდან ამოიღებდნენ ამ სამს დედას ფიცა ვარ ეხ მაშინ მე მეგონა რომ მე ჩაულებრივი ამბავი იყო უცო რო წამოიზარდეთ ციკიყავი არა მე გეუბნები პატარა არა რო წამოვიზარდე იქ ვიყავი რა თქმა უნდა მე მეოთხე მესამე კურსამდე იქ ვიყავი მაგრამ და მე გადავედი ხო ასე რომ თავიდან ბოლომდე სვალეთის უბნელი ვარ, მაგრამ მე ვამბობ, როდესაც პატარა ვიყავი და სპექტაკლებს ვდგავდი ამ პატარა გოგოს, მე მაძლევდნენ აი ამას. და პლისეიუბკები იყო ესეთი, ნუ მთლიანი ხო არ იყო, ერთი აქედან უნდა გაგეკეთებინა, მეორე იქიდან ყვითელი, მწვანე, რაღაცა. არა, ფენებად რა. აი ესეთი ავტორიტეტი მქონდა მაშინ მე და ვაკეთებდი სპექტაკლებს და ეხა სპექტაკლები კიდევ როგორ წამოვიდა ეს სურვილი? აი რადიო შენთანაც ხო იყო სახლში, რადიო. რა სლაპარაკობ სპექტაკლები. სახლში ვიხსენებდი ახლა რადიო სპექტაკლები, თან არტისტები იყვნენ, სერგუზა კარიაზე დაწყებული, დაქტორებული. რა სლაპარაკობ. აი ზუსტად რომ მეთქი ახლა ჯაპანამ რო კითხოს, ხა პირველი სპექტაკლი რომელი იყო პროფესიულ თეატრში და ვერ გავიხსენე, რატო იცი და მეთქი რა არის ეგეთი მოვლენა, როგორ შეიძლება დამავიწყდეს და რატო იცი? იმიტომ რომ თეატრი სული იყო, აი აქ იყო, რადიოში თეატრი იყო. პირველ არხზე სულ სპექტაკლებს მეტი არხი არც იყო მეტი არხი. ერთი რადიო იყო ჩამოკიდებული და მეორე ტელევიზორი. და რადიო სპექტაკლები იქ, აქ ყველა სპექტაკლი თავიდან ბოლომდე ზეპირად ვიცოდით. ეზოში თეატრი გქონდა და იქ თამაშობდით. ნუ თოჯინების თეატრში დავდივართ, ბისკვიტები არ გახსოვს? ბისკვიტები, აი რამხელა მნიშვნელობა აქვს. საერთაშორისო მე ძალიან გული მწყდება რომ ეს ასე არის სპექტაკლზე რომ მიყავს ბავშვი და პირდაპირ დარბაზში შეიყვან რატო აი გარდერობიდან იწყებაო და სვეშალ კიდია და ეს ასია მართლა რო შეხვალ საცოფში ვიყავი გამოვიქეცი მაგვიანდებოდა შევარდი და ჩაქრა არა ცოტა მომზადება მჭირდება ცოტა განწყობაზე უნდა მოვიდე შევიდე სპექტაკლზე კარგად იქ რაღაცა ბისკვიტი ვიღაცას რაღაც დაველაპარაკო აი გული მწყდება ამის გამო მეუბნებიან რომ ჩარჩენილი ხარო და იცი როგორ მომწონს რომ ჩარჩენილი ვარ ახლა იქიდან ვარ ძალიანაც კარგი მე ძალიან კარგ რაღაცაში ვარ კარგად ვარ ჩარჩენილი მეც ესე მგონია ხო ჭირდა კარგად იყვნენ ყველა უწუხარ არა შენ კი არა ისინი დაწუხარ ვერ გავიგე ჩვენ დავწუხარ და იყო კარგად ძალიან მომწონს კარგად ვიყავი ჩარჩენილები ევროპაც სხვა იყო რუსეთიც სხვა იყო საქართველოც სხვა იყო და ყოველ შემთხვევაში ხელოვანისთვის
არ იყო აი უსაზღვროთ აი ეგეთი აი დიაპაზონი მქონდა საითაც გინდა გაგეხედა როგორი არტისტი როგორი მუსიკოსი როგორი რაგი ყველაფერი იყო რა თქმა უნდა გემოვნების დასახვეცად ადამიანები გემოვნებიანი ყოფილიყო რა თქმა უნდა და მე როგორც ჩვენ გავიზარდით ისე გაიზრდებოდა ყველაფერი გასაგებია ჩვენ ზუსტად ამის ნოსტალგია გვაქვს რაზეც ვამბობთ და არა სხვა რაღაცეები რაც არ მომწონს ეხლაც არ მომწონს უშინაც არ მომწონდა და ხო ლენინი კი არ აი ეს მომწონდა კოლკაშში არ მიუღივართ მეთქი სულ მაგას ვიზათ ისე გამოდავამთავრე სკოლა რანაირი ვარ მე მიმიღეს კოლკაშშიც და ის მაგრამ ნახე რა ხდება კოლკაშშიც მივიღეს ოქტომბრელებიც ვიყავი ისიც მახსოვს პიონერებში რომ მივიღეს მაგრამ შემხსნეს ისიც და მიდევიულე ძალიან შენ ცუდად იქცეოდი და იმიტომ და ხო მე კარგად ვიქცეოდი ათაბანდი ვიყავი მე ძია ლენინის გამო კი არ ვიქცეოდი მე ხო მაგაზე ახლა ფიქრობ არა ნუ შენ ახლა გოგო ვიყავი კიდე ახლა გოგოები არა გარდა მაგისა აი პიონერებში რომ მე მიიღეს ხო ჯერ ეგეთი ოქტომბრელებიდან პიონერებში რომ გადავედი ეს იმას ნიშნავდა რომ გავიზარდე ერთი ეტაპით ერთი საფეხურით მაღლავდი და უკვე სიხარული იყო ხო მე ხო ჩალიჩოლი რომ მალე გავზდილიყავით რატო და შოთა გამცემლიძის სახელობის იყო ჩვენი პიონერთა რაზმი ანუ ის სამამულო ომის გმირი იყო ვიცოდი რომ ჩვენი ქვეყნისთვის და როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის დაიღუპას ვამბობდი დედას პიცა მე არ მე ვიცოდი ჩვენი ქვეყნისთვის კი იწერებოდა საბჭოთა კავშირი მაგრამ რომ ბავშვის გონებაში ეს არ შედიოდა შესაბამისად როდესაც სამშობლო იყო აი ეს რა 300,000 ქართველი დაიღუპა ყველაზე მეტია დაღუპული ქართველი სამამულო ომში პროცენტულად ვაყარო და როცა პიონერებში მიგვიღეს და ეს ჩატარდა ეს წავიყვანეს ძმათა სასაფლაოზე კუკია იქ ფიცი იქ მე ტანკი გამცემლიძის ხო ტანკი იყო ეგ იყო ხო მაგის სახელობის რაზმი იყო ჩვენი ისა ხო და მანდ მივიღეთ ფიცი ხო ეხლა რომ ეცოდებით ვიღაცას ვაი მე რა ბავშვობა გქონდა მე რომ ვამბობდი იქ რომ ვიძლევი საპატიო რაღაც ადრე მახსოვდა მაგრამ არ მნიშვნელობა ეს ფიცი დავდე და ამ ფიცის შემდეგ ფიცი რომ დავდე აი როგორ ვთქვა ახლა მე ხო ვიცი შენ ხო იცი რას გულისხმობდით იმ ფიცში ხო და აი იმ ძია ლენინს რო არ გულისხმობდით ხუჭუჭ თმებიან ამის შემდეგ ნახე როგორ ფიქრობდნენ ჩვენი მასწავლებლები ამის შემდეგ ყვავილები უნდა მიგვეტანა და სამამულო ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების საფლავზე უნდა დაგვედო ყვავილები უნდა მოგვესუფთავებინა აი ეს იყო ჩემთვის სამშობლო თორე ის კი არ იყო მე კომკავშირშიც მაშინ უკვე არასერიოზულად იყო სხვათა შორის კომკავშირში მიღება თვითონაც ეცინებოდათ რაღაცა კითხვებს რომ გვისვამდნენ და რა ვაპროტესტებდი ყველაფერს თუ რამე იყო საბჭოთა თუ რამე იყო ყველაფერს რა საკვირველია და მასწავლებლები როდესაც ენის დაცვის დღე რო იყო მაშინ 14-ში მე 10 კლასში ვიყავი თუ სწორად მახსოვს 15-ში მასწავლებლები ჩარაზეს ყველაფერი მაგრამ გვითხრა ერთ-ერთმა მასწავლებელმა როგორ უნდა გაქცეულიყავით და გაპარულიყავით და ყველა გაქცეული ვიყავით და რუსთაველზე მოხვდით მაშინ კი ბატონო ხო არ ვაპროტესტებდი იმას ახლა ბრაუნსკის და სმაკტულოვსკის და იმა როგორ გამოპროტესტები ახლა ტაბაკოვი და ვერ გავიგე ხათაშერის შეიძლება ავწდი ახლა მე შენს კითხვებს არა აი მე ვამბობ აი ბავშვობა რახან არის აი როგორი ბავშვობა და როგორი მასწავლებლები ყავდა ის ჩემი ვენერა როსტიაშვილი განათ მისი სული ღმერთმა ისტორიას გვასწავლიდა და წლების შემდეგ მე პანაშვიძემ ნახე უკვე მოხუცებული და დავინახა უკვე მე მსახიობი უკვე რაღაცები ვითამაშე და მოვიდა და ხელზე მაგუცა ტირილი ამიწდა რაღაცნაირად და მომეფერა მე რა თქმა უნდა ხელზე რომ აკოცა მე ორივე ხელი დაუკოცნა და მითხრა რომ ეთყობა ამაზე თვითონაც ფიქრობ და გახსოვთ მე რომ გეუბნებოდით რომ კაპიტალიზმი არ არის შესაფერისი ჩვენი ქვეყნისთვისო ეხლაც მაგაზრზე ვარო იმიტომ რომ კაპიტალიზმიო თავისი ბუნებით არისო მომხვეჭელი და ქართლის ბუნება არის გამცემიო თუ კი ეს დამკვიდრდება ძალიან დიდი საშიშროება არის რომ ჩვენი მენტალიტეტისთვის ეს ამბავიო გამცემი ბუნება არ შეიძლება შეიცვალოს და პირიქით მომხვეჭელობისკენ გადავიდეს და ხო სწორად იყო და სწორად გვეუბნებოდნენ და გვასწავლიდნენ და
ამოყობდნენ იმით რომ მე მსახიობი ვიყავი და ავა მითხარი კითხე რა ინტერესი შენი ახლა მიზანო პატარაობისას თუ იყო ისეთი რამე აი რამე ინტერესი გამოიწვია რომ აი რამე სპექტაკლი ხო არ ნახე ისეთი რამე აი რაც მოგაჯადოვა და დაგაფიქრა სერიოზულად რომ გავხდები მსახიობი ისე ძირითადად მე ახლა მაინც გავეცი მაგას პასუხი იმიტომ რომ აი ისეთ გარემოში გავიზარდე და კონკრეტულად ერთი არ იყო მაგრამ იყო ესეთი რამე რომ ჩვენ მეზობელი მაგალითად ბახსოს ის რა ქვია ხუთკუჭულაკია და ბიჭო სერგოზაკანაც ბაყბაღდები და ბაყბაღდები ხო რა საოცრეო ეგეთი კონკრეტული არ იყო იმიტომ რომ მთლიანად ჯადოსნური სამყარო იყო მთლიანად ჩემთვის კინოს და კინოზე ვიყავით გაზრდილები და ქართული კინო და ქართული თეატრი და იყო მე რაღაცეები ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი თეატრალურში ჩაბარებას იმიტომ რომ ვიცოდი რომ თეატრალურში მხოლოდ რჩეულები და მე არ მიმაჩნდა თუ მიმაჩნდა ყოველ შემთხვევაში მიმაჩნდა რომ ნიჭიერი ვიყავი ამ კუთხით, იმიტომ რომ ყველას მოწონდა, რასაც მე ვაკეთებდი, მაგრამ იქ ვერ გავბედავდი ჩაბარებას, ამიტომ ხატავდი და მინდოდა აკადემიაში. აი, ჩავხედე ხატვას. კი ბატონო, აკადემიაში მინდოდა ჩაბარება და ხატავდი და ნანა კიდე როგორც ვიცი უკრავდა. უკრავდა, ნანა რა იმას უკრავდა, რა ქვია, კლასიკას უკრავდა და რაღაც. კლასიკას, რა თქმა უნდა და ნერვებს მიშლიდა ძალიან, იმიტომ რომ როცა მეცადინეობდი, აი დედა მეზობლებს უნდა გაეგო, რომ ეს მეცადინეო, საზღარი ბავშვი რამდენჯერ მყავს ნაცემი მაგის გამ ძალიან ხო მაგრამ ეს კლასიკა მუსიკა იყო ხატვა იყო ყველაფერი იყო ჩვენთან და იცი რა იყო ჩვენი მეზობელი იყო უნივერსიტეტის მღეროდით კი ბატონო დედა ჩემი მღეროდა რატო არ გაკეთდი სიმღერას მუსიკას აი რატო მოხდა იგა არ ვიცი რაღაც ისე რომ სად უნდა გავყოლოდი ვინმე მღეროდა დედა მამა დედა მღეროდა ფანდურზე უკრავდა ფანტასტიურად და მღეროდა და რაღაცა იქ სოფელში როგორც ახლა მიყვება ძალიან დიდ კონცერტებს და მე თავყრილობებს აწყობდნენ იქ წყაროზე მეტი რა საქმე იყო რაღაცა შაირობი შეიძლება გაკეთებული ის გადაღებაზე რო წავედით სად იყო ეს ხვეზელი წამოიღე რაღაცა მახსოვს აი იქ რო წავედით გადაღებიდან წავედით მე რაღაც ბაბკოდაში ყოდა კიდე გადაღება და ფოჩი წავედით მე და შენ იმას ვთქვი მე რა კარგი იყო რამდენი სიდეთ სიმამს კი ჩემი გითხავს რომ ჩადდეთ ეკრანს ხო მაგიდან ხო წავედი და წავიღე ბახსოს სასაული ღვეზელები აი უგებრიელი ხო იცი რა იყო ჩვენ მეზობლად ცხოვრობდა ხარატიშვილები ცხოვრობდნენ პროფესორი იყო უნივერსიტეტში და მეგობრობდნენ მედია ჯაფარიძის ოჯახთან და როდესაც მათი ქალიშვილი გათხოვდა მათ ქალიშვილს ეცვა ქეთო და კოტე აი ქეთოს კაბა ეს იყო რა იცი რომ ჩამოვიდა მედია ვნახე ის ნახე მსახიობები მაგრამ მედია მახსოვს ძალიან კარგად და აი ამ კაბას ხელი მოვკიდეთ და საკუდა სიკოსკო ხო ზუსტად ხო და აი ეს რაღაცები გროვდებოდა ჩემში და მე მოხდა ისე რომ ანიკო ავლუხაშვილი ქალბატონი ჩემი ჩავიხედები და პირდაპირ იმას ლაპარაკობ დამიწერა ანიკო ავლუხაშვილი აუცილებლად უნდა ვახსენო ქალბატონი ანიკო დამიწერა პროდუსერი იცი ვინ იყო ქალბატონი ანიკო ავლუხაშვილი იყო მარჯანიშვილის მოსწავლე მან მითხრა ის გვეუბნებოდა რომ ახალგაზრდა გოგო ვიყავიო და ცეცილია წუწუნავას დუბლიორად დანიშნეს და ლუარსაბი და დარეჯანი აქვს კაცი ადამიანში დარეჯანის მარჯანიშვილში სპექტაკლი არ მითამაშიაო მაგრამ რეპეტიციებს გავდიოდი მაშინ პატარა ვიყავი და საერთოდ მარჯანიშვილი არ ვიცოდი ცეცილია კი ვიცოდი იმიტომ რომ ფილმებიდან ვიცოდი და ერთხელ იქ როგორ მოხდი ოსური თეატრი იყო აქ ჩემო კარგო ოსური სახალხო თეატრი იმაზეც მითხარი ერთი ორი სიტყვა იქ ქონდა შენი მამულეთი და დედულეთიც ალბათ დედულეთი მქონდა ოღონდ სად ქონდა იცი ახალგორის რაიონი მაშინ ლენინგორის რაიონი იყო და იქ მამაჩემი და დედაჩემი კარის მეზობლები იყვნენ და ასე რომ ეს ეხლა არის საზღვარი მამა იქ მყავს დასაფლავებული 2008 წლის მერე იქით ვეღარ გადავდივართ და დედულეთი მამულეთი ორივე იქ არის და ვერ გადავდივარ ბიძებია დარჩენილი მარტო მათ და ხო და ეხლა გავხსენე დასამბობდი და ანიკო ავლუხაშვილის ხო და ჩემ ნათესავმა წამიყვანა იქ არის რაღაცა პატარა გოგო ჭირდება და შეზე უკეთესი ვინ წავიყვანო და რა წამიყვანა ძალიან მოვეწონე იქ ვთამაშობდი ეთი ოსური ის იყო პიესა იყო ოსურად ვთამაშობდი
რასაბო? დიახ. ეხლა იცი? რა თქმა უნდა, ვიცი. ოსურად ვთამაშობდი, მე 12 ღამეს გამდა იქ რაც ვთამაშობდი, არ მახსოვს ახლა მთავარ როლს არ ვთამაშობდი, პატარა გოგო ვიყავი, მაგრამ ნუ მთელი ამ მუშაობის პროცესში 12 წლის, 11-12, 10 წლიდან 12 წლამდე იქ ვიყავი, მე კიდევ დავდიოდი რაღაცა პერიოდულად და უკვე მივაღწიე იქამდე რომ სკოლას ვამთავრებ და მითხრა ქალბატონ მანიკომ რომ იცი რა მიზნობრივი ჯგუფი არისო იქო და ხომ არ გვეცადაო და მე ახლა ვერ წავიდოდი იმიტომ რომ მხოლოდ ცხინვალის ჩაწერა უნდა ქონოდა ცხინვალის და მე მამა ჩემი მიდგა მოდგა რაღაცა და ჩავწე ცოტა არასწორად კი მოვიქეცი იმიტომ რომ ჩავეწერე და იქ უკმაყოფილება გამოითქვა რომ ეს თბილისელია და რატო და მაგრამ იმდენად მინდოდა რომ რა ვიცი ახლა მოხდა ესე და ჩავეწერე ცხინვალში და ჩავაბარე იქ ორი ტური იქ გავიარე დოდო ალექსიძე იყო ჩამოსული იქა მე უკვე მესამე ტური აქ გავიარე და მოხდებოდი აბა და ოღონდ იყო ჩემი იყო მიზნობრივი ჯგუფი ცხინვალის ოსური თეატრისთვის შესაბამისად მე საკურსო და სადიპლომო სპექტაკლი მაქვს ნათამაშები ოსურად. კი ბატონო ვიცი ეგ ამბავი. ისედაც ვიცი. ხო და ხალხმა არის ის და ხალხს აინტერესებს ისა. და მაინტერესებს. პიგმალიონი მაქვს ნათამაშები ოსურად. პირველი ნათამაშები ხო ვიცი. ოსურად მე უკვე სოხუმში ქართულად, მაგრამ ოსურად ნათამაშები მაქვს და ის მარჯანიშვილის თეატრშიც ვიყავი გასტროლებზე ოსურ. კოტესულმავა ჯგუფი იყო. დიახ, ხო. ხო ის ოსური ჯგუფი იყო. ოსური ჯგუფი იყო კი. კოტესულმავა ჯგუფი. რა მაინტერესებს ეხლა ჩემო კარგო დაამთავრე ინსტიტუტი და მე იმუშავე შეიძლება მე სოხუმისთან როგორ ეხლა წარმოიდგინე არც ერთი მხარე აღარ აქვს რა ორივეში გამუშევარი გაქვს როგორ ეხლა ყველა მხრიდან დევნილი მე გეცმინა მე შეგეკითხო რაღაცა როგორი განწყობა გაქვს ამასთან დაკავშირებით რა ურთიერთობები იყო აი მაგალითად სოხუმში აქ რამდენი ხანი იყავი ინსტიტუტი რომ დაამთავრე და მე რამდენი ხნის რამდენი ხნის მერე წახვედი იმაში სოხუმში აქ დავამთავრე ვითამაშე ის სადიპლომო სპექტაკლი ეს პიგმალიონი ვითამაშე მე სადღაც 6 თვე ვიყავი იქ ცხინვალის თეატრში და მე აღმოჩნდა ესე იქ ბინა უნდა მოეცათ რაღაცა მოკლედ პირობები და ჩემი მხრიდან უსინდისობა იქნებოდა ბინა მომეთხოვა მაშინ როდესაც ჩაწერილი არ ვიყავი და მე ჩავეწერე და ამიტომ ნუ ჩემთვის ვიყავი მაგრამ აუტანელი პირობები იყო მართალი გითხრათ სასტუმროში ვცხოვრობდით პალტოთი ვიძინებდი ნუ მოკლედ ეს ლირიკა ხო ეგრე ფოჩი ვიყავი 2 წელი ვიყავი 2 წელი დახევარი რა ჩვენ არ ქონდა ეგეთი აუზენი რეზომბრის წაგვიყვანა. მე მიშა გომიაშვილი, ზურა ბეგალიშვილი, ფოჩი ვიყავით 2 წელიწად ნახევარი, კაცო, აბა. ხო. დავამთავრეთ რა, ფოჩი ვიყავით. მაგრამ აქ მე ვიღაცები ასევე ვლადიკავკაზის თეატრში წავიდნენ და ასე რომ მორალურად ყველა თავს მიხედა, დიდად აღარ გამოიჩინეს და როგორ მოხდა? ამ დროს თურმე დოდო ალექსიძე ვენეციელ ვაჭარს დგამს იქ სოხუმში და როდესაც თბილისში ეძებდა აი არ ამყავსო იქ ახალგაზრდა გოგო არ მყავსო და უთქვამთ მისთვის რომ ის ერთი კარგი გოგო რო არისო და ხო ვიციო კაცო ეს მე მიყვარსო ეგ ძალიან უყვარდა ჩემი მშვენიერი ლედი ჩემი სამაგიდო ის არისო ფილმიო და მაგას უყურებდა სულ და მაია პრიკრასნელეძი ხო სულად რომ თამაში ნახ ყველას ესე ეფერებოდა მაგრამ მე ხო მე ხარ მონათული. გრიმი მაგან წამისვა პირველ კურსზე. ნუ რო ხო ნათლავენ ბავშვებს. კი ესე წვიზე და იმაზე. გრიმს რო გისვამენ რა და რო ხდიან დოდოლექსიძე მომნათ. მე ვერ მოვესწარი მაგას, იმიტომ რომ გადაღებაზე ვიყავი ბამზე გია ბესალაშვილთან ერთად და 1 სექტემბერი მე არ გამივილი ასე რომ ნათლობა მე არ გია ბესალაშვილი და თავგასა და ერეკლე ბადურაშვილი და თემური გვალია რომ ჯარში ცხინვალში რო იყვნენ იცი ერთად. ო ეხე 4 რასაც რავანი როგორი სასწავლია ნახე რა. აი მაიმუნების ერთი. ეს ვარესი და ხოლმე უნდა დახედი მოდი გადაწყვეტი. ხო და აი იქ რო უთხრეს რომ ვიციო კაცო მაგრამ მეო ქართული იქ აფხაზურში კი მივდივარო მაგრამ ქართულად დგამო კაცო მეო ამარო ქართული იცისო და
რატომღაც ანუ არ იცოდა, იმიტომ რომ ოსურ ჯგუფში ვაბარებდი და შესაბამისად ურთიერთობაც რუსულად გქონდა მაგასთან და სასტრაფოდო ისე და თბილისში ვარ და დამირეკა გოგი ქავთარაძემ და შემხვდა იქ თეატრალური კავშირის ეზოში ქვემოთ სტელას ბაღიროა და გოგი ქავთარაძე რო დავინახე და ჩემი ბავშვობის რაღაცა კომირი რასაც მელაპარაკებოდა ნახევარი არ მესმოდა იმიტომ რომ ასე გაშტერებული ვუყურებდი და ერთი კი მივხვდი რომ უნდა ისა ეს მეთამაშა ხო ვენეცია აი მე ჩემი უსაყვარლესი უბერავდა მაშინ ის პერიოდი იყო არა ერთხელ შევესწარი მხოლოდ მაგ პერიოდს ერთხელ შევესწარი ერთი დღე იყო რომ დალია ხო და ჩემთან ჩვენ მედანანას ნომერში ინახავდა იმას ბოთლი დუღინოს და ერთი დღე და მე უკვე მიიღეს ზომები მიიღეს მაგრამ ისეთი საყვარელი იყო როდესაც სვამდა აი ისედაც საყვარელი იყო მაგრამ კაი ბერიდება მაგასთან გატარებული აი ჩემი უსაყვარლესი პიროვნება ასე რომ აი გოგი ქავთარაძე ის პიროვნება და ის ადამიანი ვინც ძალიან დიდი მონაწილეობა მიიღო ჩემს აი ცხოვრებაში და აი დღეს აქამდე თუ მოვედი ამ გზით და როგორიც მოვედი და როგორიც ვარ ეს არის გოგი ქავთარაძის დამსახურება მან შემომთავაზა ამიყვანა მე დოდოსთან დამალაპარაკა წამიყვანა ოღონდ როგორ მელა აი ეხლა რო ვიხსენები გიждები რა ხო არის რომ რაღაცა მომიწვიეს და როგორ მელაპარაკებოდა იცით მაშინ მეგონა რომ ეს ასე ხდება დოდოსთან არ გიმუშავია ლილი დოდოსთან მიმუშავე გოგი დოდო დგამდა სოხუმში გოგი თამაშობდა ვენეციელ ვაჭარში შაილოქს და გოგი იყო სამხატვრო ხელმძღვანელი იქ იმაში და ამიტომ გოგი დამელაპარაკა და აქედან წამიყვანა მე ეს მოვილაპარაკეთ რა თქმა უნდა და მივყავდი ხოლმე დოდოს ეს კვირაში 4 დღით მიდიოდა და ესე წავიდოდით ჩამოვიდოდით ბოლოს მე რა დიდი ხნით ჩავედით სასტუმროში ვცხოვრობდით და მე უკვე როდესაც პრემიერა გამოვიდა ხო გოგი მითხრა რომ დადარჩევ მე უკვე აწყობილი მაქვსო ის 2 წლითო რა რეპერტუარში უნდა იყო და საწამოსვლელი ვიყავი ზღაპარში მოვხვდი და მეგონა რომ 2 წელი მაშინ იმდენი მეჩვენებოდა მამა ჩემი უჩემოდ ვერძლებდა და ვერც ვერძლებდი მამა ჩემის გარეშე და ვერც წარმომედგინა რომ 2 წელზე მეტხანს სადღაცას დავყოფთი მაგრამ აი მოხდა ისე რომ და 2 წელზე მეტი არ დაყავი? როგორ არა, ომამდე იქ არა თუ მე ნანაც წავიყვანე რა გოგი ერთ-ერთ ჩამოსვლაზე და ასტაცახერი ნანას და აღარ გაუშვა შეაგდო ეგრევე სპექტაკლში რაღაცა სპექტაკლში და ნანა ბზახში ბინდა რაღაცა და არ გაუშვა. აი ასე მოხდა. როგორ იყო აი აფხაზებსა და ქართველების შორის აი დაცაბულობები მე მახსოვს 79-ში მაგალითად მაგარი ნაჩხუბარი მაგა სოხუმში აფხაზებთან აი ესეთი რომ აი მასიური ჩხუბები ხდებოდა იყო რაღაც დაცაბულობები რომელი წლები თქვი შენ აი 79-ში სკოლა რო დავამთავრე 10-ში წავიყვანეს ექსკურსიაზე მახსოვს და აი მაშინ მოხდა უკვე რაღაცა დაცაბული სიტუაცია კი მაგდმით უმეტეს 78 წელს იყო გამოსვლები და ეს ფონი უკვე იყო იქ ტელევიზიაში ითხოვდნენ და ტელევიზია მაშინ მიცა შევარდნაძის გადაწყვეტილებით ტელევიზიაც მიეცა. იცი როგორ იყო? აქ რო ვიყავით, აქ უფრო ურთიერთობები გქონდა მათთან, მაგრამ ახლა ნახე რა ხდება, მე აქ ვიყავი ოსურ ჯგუფში. კარგად არ ვიცი ქართულ ჯგუფთან როგორი ურთიერთობა გქონდათ, მაგრამ ეხლა ოსები და აფხაზები, ამიტომ მე აფხაზებთან კარგი ურთიერთობა მქონდა უფრო ჩემებს, იმიტომ რომ ისინი ცხოვრობდნენ სტუდ-ქალაქში, ესენი სტუდ-ქალაქში ცხოვრობდნენ და მე კიდევ როგორი მომენტი გქონდა, ჩემს ქართველებთანაც ხომ მიდოდა, მაგრამ ისე რომ აი მემოძრავა ქართველ მეგობრებთან ერთად არა, იმიტომ რომ ყოველთვის გრძნობდი პასუხისგებლობას, რომ ისინი სტუმრად არიან ჩამოსული, 8 ვიყავით სულ და თუ რაღაცა იგეგმებოდა ერთად და მივიდიოდი მათთან და იქ იყო აფხაზურიც, კარგად იყვნენ ძალიან, მაგრამ აი იქ რო ჩავედი, სოხუმში რო ჩავედი უკვე იგრძნობოდა რომ დიდად სპექტაკლებზე არ მოდიოდნენ, დიდად ჩვენებიც აღარ მიდიოდნენ სპექტაკლებზე. მე რაღაც აი ხაცა კი კონკრეტულად რამე კი აღარ იყო, მაგრამ აი ჰაერში იგრძნობოდა დაძაბულობა რა და ჩვენც ხელი შეუწყეთ მართალი გითხრათ ამ დაძაბულობას.
ეხლა რომ ზივართ და იმათთან ერთად ვაანალიზებ ვინც ამ პროცესების მონაწილე იყო თუნდაც აი წამოვედით მივატოვეთ აფხაზური თეატრი გუშინ ჩემს მეზობლად სოხუმელი ვარ რომ მითხრა და რაღაცები მაინტერესებსო აი როგორ მოხდა როგორ წამოვიდაო ქართული თეატრი მეთქი მე მანდ არ ვიყავი მაგრამ ქართული თეატრი და აფხაზური თეატრი იყვნენ იმ დიდ შენობაში ჭამბას სახელობის თეატრში იყვნენ და მე რაღაცა ნაზლო კონდუქტორი რაღაცაზე ისა და არ გვინდა ჩვენ და დავტოვეთ ეს და წამოვედით სადღაც წამოვიდნენ სხვაგან დაჩდნენ მარტო ძირითადი პრობლემა მაინც მე რამდენადაც ვიცი იყო ის რომ ჩვენ ბევრს მუშაობთ ისინი ცოტას მუშაობენ რა ვიცი ახლა სხვაც იქნებოდა ახლა შეიძლება ვიღაცა მაყურებელი შეიძლება მეტი ყავდა თქვენ რა თქმა უნდა და ამაზე იყო ბუნებრივია არ ყოფილი იყო მე ვიცი ერთი ადამიანისგან ვინც იქ მუშაობდა რეჟისორია და მისი რეალობა ასეთია მისი აღქმა იმ რეალობის რომ იყვნენ მოვიდოდნენ მაყურებელი არ ყავდათ არაფერი დანარჩენი დღეები სულ ჩვენ ვიყავითო და მე როდესაც ეს ამბები ატყდა ცოტა გამოფხიზლდნენ მობილიზება გაუკეთეს მაყურებას ავტობუსებით ჩამოყავდათ და 2 დღე კი არა 4 დღეც გვინდა და 5 დღეც და მეტიც გვინდაო და ნუ ესე მოხდა მე ხოც როგორ ხდება რაღაცა რომ იძაბება მაშინ მართალი გონია თავი შენს მოუჭერ შენს ძაბა ილი შემოკარგო ამიდან რომ გითხო აი ხა აგრე თუ გვიან მე ასე ვფიქრობ და მე რაღაცნაირად ძალიან ისეთი ოპტიმისტური განწყობა მაქვს ამასთან დაკავშირებით რომ ყველაფერი კარგად იქნება მაგ სიტუაციაშიც რაღაცა ასე ჩემ თვალწინ გამოჩნდა რაღაცა ფიქრობ გვირაბში რაღაცა სინათლე მაგასაც ჩვენ ადრე თუ გვიან აფხაზთან მოგვიწევს დალაპარაკება მაგას ვიცახი აფხაზებთან და რუსებთან რა მოგვიწევს ხო და უნდა დაველაპარაკოთ რა თქმა უნდა ყველანაირი იარაღის გარეშე თავისთავად ცხადია და შენ როგორი განწყობა გაქვს ამასთან დაკავშირებით როგორ ფიქრობ მე მაგალითად ფიქრობ რომ მე ოპტიმისტური განწყობა მაქვს მოკლედ რომ შეიძლება ამ ხალხთან ლაპარაკი ჩვენც ვარ დამნაშავეები ამაში უეჭველი ეხლა არ უნდა ამას ლაპარაკი იქ როგორ წავიდა ხალხი და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და ვინ ჩავიდა და ვინ ისროლა და ვინ ნუ ყოველსევდო ცეცხლი გავაჩინეთ რა ჩვენ ისეთი რომ მაგას ნუ ვიტყვით რომ ჩვენ არაფერს შუაში არ ვართ ნამდვილად ასე რომ გამოუცდელები ვიყავით მაშინ და ემოციაზე ვიყავით და ნუ ეხლა რაც მოხდა აგე გავარდა გვარდია შევარდა იქ ეგრე არ ხდება იქ ამბები რა ეხლა ეხლა მარტო ეგენი რომ დარჩენილები არ იყვნენ იქ და იქ რუსეთი შემოვიდა და მაგას რაც უნდა ლაპარაკი და ეხლა ნუ დღემდე ეხლა რაღაცა ნაპერწკლები გაჩნდა რაღაცები გაჩნდა ესეთი რა აი რომ მაგალითად გამიგონია აფხაზებისგანაც რაღაცა კარგს ამობენ ჩვენზე და რაღაც შენ რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით აი როგორი განწყობა მე ფიქრობ რომ გავიზარდეთ რა თქმა უნდა და ბევრი რაღაცა ამხელად კივილის ფასად დიდი გამოცდილება მივიღეთ ეხლა ემოციებზე რომ ვსაუბრობ ერთხელ თქვი კიდეც სად არ მახსოვს რომელიღაც ინტერვიუში ერთი შემომეხმიანოს ის ადამიანი ვინც არ თვლიდა რომ ვინც არ იყო გაბრაზებული მაშინ ხელისუფლებაზე რა არის რატომ მიგვატოვეს რატო არ უნდათ ამათ აი როდესაც გაფიცვები იყო და თეატრის წინ იყო გაფიცვები ყველას უნდოდა რომ რაღაცა ძალა იქიდან შემოსულიყო ყოველ შემთხვევაში თუ ეს ასე არ იყო და ვიღაცა მეტყვის და დამეკიცეს მე რასაც გარშემო ვხედავდი გაბრაზებული ვიყავით ხელისუფლებაზე რომ ესე რომ მიგვატოვეს და როდემდე უნდა დაგვაჯდნენ თავზე იყო ეს განწყობები რა თქმა უნდა და პირველ რიგში დიმას უთქვამს ჯაიას რომ ის აღიქმებოდა როგორც ყველაზე აგრესიული თითქოს და ამ დროს აფხაზების მიმართ არასდროს აგრესიული არ ყოფილიყო. იმათ გამოხატვის ფორმები ქონდა ესეთი აგრესიული და სადღეგრძელს რომ ამბობდა მაინც აგრესიულად კარგად ამბობდა. არტისტი და რამდენჯერ უთქვამს რომ აი აფხაზივით კაცი გამოვიდაო და ისინი შორიდან რომ იღებდნენ სულ ეგონათ რომ რაღაცას ხო და აკრძალული იყო. ისიც კი ამბობდა რომ რა სისულელია დღეს საერთოდ სულ სხვანაირად ვიმოქმედებდი და მე ვფიქრობ რომ თუ კი ჩვენ ხელოვნებას თუ აქ ამაში შეუძლია რამის გაკეთება აი თეატრს რაღაცა შეუძლია მაგრამ აი მაგალითად ჩვენ ხა თემურ ჩეიძემ რო გააკეთა სხვა რომელიც შორია რობიკოს კი უთქვამს რომ მე არ ამჯერა იმის რომ რაღაცა თეატრი აკეთილ შობილებს ადამიანს კი ბატონო შეიძლება არ აკეთილ შობილებს მაგრამ რაღაცა წვეთად
გურამ მოდიშარი ეს უთქვამს რამდენჯერ რომ ეს კასეტები წაღებული იყო იქ გადამრავლებული იყო უნივერსიტეტში ჩვენება იყო და მაგათ ვერც აქაც ჩამოდიოდნენ ზეგავლენას ახდენს სპეციალურად კი არ ჩამოდიოდნენ ზეგავლენას ახდენს ყველა ვარიანტში კი მაგრამ ნათესავები ხო ყავდათ და ვიღაცას მოყავდა მე აქ და ვერ წარმოედგინათ რომ ქართულს შეიძლება ის კი არა აქ ქართველები უფრო ნაწყენები იყვნენ ბატონ თემურზე და გურამზე რომ ესე ასეთი პოზიცია რატო ამაში ჩვენ მართლები არ ვიყავით იმაში მართლები არ ვიყავით გესმის თუ ადამიანთა შერიგება გინდა ხო მე ხშირად მithქვამს რომ ეხა მე შეიძლება ვიჩხუბე ჯვარი გვეწეროს ხო და პირველ რიგში უნდა დაგიძა შენ მოიხედი აქეთ ხო არ გეტყვი ჯვარი ვერცმა დავიფაროს ხო ჯაპან და რომ გაიგონებ შენ სახელს ჩემი ბაგეთაგან წარმოტყმულს ხო შენ მოიხედავ და აი ის სიბრაზე რომ ხელი უნდა გაგეტყა ოდნავ გადაგივიზა ხო რა იყო ლილიო რომ ეტყვი და მე სალამს მეთორჭილადესა სალამს გეუბნება კაცი ჯერ ომამდე შორს არისო აი უკვე რო გესალმება ადამიანი რომ მოდის და გეუბნება გამარჯობას რო გეტყვის ხო სალამს რო გეუბნება უკვე კაცი უკვე ჯერ კიდე შორს არის ომამდეო რა თქმა უნდა და მე როგორ იწყება ის რომ მე გუშინ რაღაცა კი მოგვივიდა და ბოდიში ხდი არ მინდოდა მე რაღაც ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მე ვარ დამნაშავე კაცო ფაქტები ყველაფერი არის და რა დამნაშავე და არც ისინი ხო რაღაცა პროპაგანდის მსხვერპლია ის ხალხი გინდა იქით გინდა აქეთ ძალიან დუგეს აქაცა დუგეს იქაცა დუგეს და უნდა მაგამბავს ახლა ვეღარ ვხვდებით როგორ არის და თანდაც ახლა როგორ კეთდება იგა ხშირ შემთხვევაში ადამიანი თავისი ქმედების და თავისი გამონათქვამების მძევალი ხდება მე რო ესე ვთქვი ბოლომდე უნდა ამას მივაწვე და მორჭა როგორც კი მე ოდნავ კი მაგრამ ხომ არა მოღალატე ხარ ამიტომ იქაც მთელი ამბებია ჩვენ ვიყავით მე შეხვედრაზე ვიყავი ერევანში ვიყავ გვაქვს რო ორი კი კიდე ერთი 5-6 წუთი კი მაგრამ რაღაც კითხები გვაქვს. ვიყავი ერევანში ქართულ-ოსური რაღაცა ურთიერთობების ის იყო, ხო და ჩამსვეს აქ და იქ იყო რამდენიმე ადამიანი ისეთი, ვისაც მე ვიცნობდი თეატრიდან, ხო და თუ არ ვიცნობდი, მათ იცოდნენ ჩემ შესახებ და ძველი ახალი წელი იყო, ზუსტად მან შევხვდით ერთმანეთს და ეს ოფიციალური ნაწილი იყო, დავსხედით და რა თქმა უნდა წინასწარ ვიცოდით რომ არის თემები, რასაც ჩვენ არ ვსაუბრობთ. მანამდე კოც აბა როგორ ახარ, აბა ესე, აბა ხო და იქ უკვე მე სერიოზული სახეებით მე თვითონ მონაწილე გავხდი აი მოლაპარაკების როგორ ხდება ეს. არავის არ უნდა ეს დაძაბვა და ეს და ის ახლა ის ხო უნდა დაბრუნდეს იქ იმას ხო ისინიც უყურებენ მისგანაც წამოვიდა და რა უთხრან რომ გაიყიდე შენ რაღაცა იქ თაფლი ჩამოგიტანეს და იმის ისევე როგორც ჩვენგან თავის დროზე ზურა ჭავჭავაძეს ქონდა ამის ცდელობები აცხონოს მისი სული ღმერთმა და ჩადიოდა ცხინვალში და მოლაპარაკებები და მახსოვს საგაზეთო პუბლიკაციები ოსურ ხაჭაპურებზე გაიყიდა ზურა ჭავჭავაძე ნიკო ჭავჭავაძეშვილი ოსურ ხაჭაპურებზე გაიყიდა მას უნდოდა რაღაცა სანამ კარგად ვიცნობ ხო და აი იქაც სოხუმში ჩამოდიოდა სულ და რა ვიცი დღიდან 80 ეხლა 80 რომელი წელი იყო 86 წლიდან ქუჩაში ვარ. აღარ დიდოსტანის მარჯვენაში თამაშები გარ. მონასპური კოქტოს ადამიანის ხმა. დუმბაძის ბოშები, ზღვა რომელიც შორია, რა ვიცი, უამრავი სპექტაკლი. მითხარ ერთადაც უღარ თემური ჩხეიდესთან თამაშები. თამაშები გვაქვს დუელში ძალიან მიყვარდა სხვათა შორის ეს სპექტაკლი, იმიტომ რომ თვითონ თემურს უყვარდა ძალიან და თამაზის ინსცენირება ყოფილიყო ეხა დღეს ჩემი აზრი ესეთია ჩემი სუბიექტური აზრია რომ ძალიან ბევრი რამე კიდე სხვანაირად იქნება რა თქმა უნდა თამაზის ინსცენირება იყო მოქალაქეც იყო ეს კაცი ანუ რეჟისორი კი არ იყო სწორი და ესეთი აი რაღაცნაირი მოქალაქე იყო აი ეგეთი მოქალაქეები რო იყოს ბევრი იცი რა მარტო აი ეს ამბავი რომ მოხდა მარტო რეჟისორი კი არ აი როგორც პიესაში ყველა კითხვაზე მეგონა და ასე იყო პასუხი უნდა გაეცა და აიხსნა თემურს ცხოვრებაში რაღაცა რო ხდებოდა რაღაცა შიში რო ამიტა და პანდემიის დროსაც დაურეკავდი და საათობით ველაპარაკებდი ხო ლილი რაღაცა რა აბა არის იგეშინია მეთქი ბატონო თემურ მე მეშინია რომ ადამიანის სიკვდილი გაუბრალოვდეს იმიტომ რომ ეხლა მეთქი რაღაცნაირად ისა და მეთქი მე იმის თავი რო არ მქონდეს ამის თავი ჩემი გასაჭირი და წნარად შვიდად დარწმუნებული ვარო თვითონაც ქონდა და თვითონ ჩვენ არ ვიცით როგორ დამთავრდებოდა
როგორ მამშვიდობდა, როგორ თავხედობდი, რამდენ მისი დრო მიმქონდა და ყველაფერზე ვეკითხებოდი. ღმერთმა გაანათლებს რა, მაგარი იყო უდიდესი ადამიანი. ეგ იყო რაღაც მე ვფიქრობ. თან თითოეულ ჩვენგანს თავის თემურჩეი. მამარდაშვილი. კი ბატონო და ყველასთვის დრო ყოფნიდა. რეპეტიციები ქონდა ბიჭო, ეს რა იყო, არ ვიცი, ეს რა იყო? რეპეტიციები ქონდა, ესეთი რომ სპექტაკლზე არ ფიქრობდი როგორი გამოვიდოდა. არ გადარდებდა როგორი გამოვიდოდა ისეთი რეპეტიციები. ის იყო პასუხისგებელი და თან რო გეუბნებოდა რომ არა მე შენ არინერი მომისმინე ხო ეგ ყველაფერი კარგია, ამას არ იყო კარგი. ეგ ყველაფერი კარგია, ძალიან კარგია, მაგრამ მოდი იქნებ ეხლა ესე ვცადოთ და ის ესე ვცადოთ იყო რომ ერთხელ მოვიდა ჩემთან ლილი საყვარელო, ჯერ რეპეტიციიდან ლილი საყვარელო რა უნდა გითხრა და მეთქი რა ბატონო აი ძალიან წვალობს და ვაი მეთქი რა უნდა მითხრა აი ბუდიშს გიხდი აი გუშინ იქ რა აი გზრდი და მოვლენას რომ რა ხო და იქ რა იცი რა იმ სცენაში ეს არ უნდა დამართნო და მე ასე და რატო დამამართა მე არასწორად მოგეც არა და იოლი იყო ეს უნდა მეთქვა ეს ამოცანა და აგრიე და დააგრიე და ანუ არასწორი ამოცანა მოგეციო და გუშინო შენო იმიტომ რაღაცა წარმოგიდგენია დიდება მისახეს რა ფუძეს ვაჭო ეხლა აი ნუ საერთოდ სოხუმის თეატრში ეხლა ხარ ეხლა რა ხდება აი ამ წუთში რა ხდება იქ აი როგორ არის საქმე ამ წუთში არ მკითხო არა ვარ ფოტოშოპის პატონებოდა გავალონებო იარეთ სოხუმის თეატრში რა მართალი გითხარ გავაკეთებ მაგის რეკლამას რა და ეხლა რა ხდება ამ წუთში არაფერი არ ხდება ისეთ ამ წუთში მოლოდინში უპატრონოდ ვართ პატრონი არ აგვყავს და ველოდებით ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ძალიან პატრონს თუ არა რაღაცა კაი პატრონს ხო და რთულია უსახსრებობა შეიძლება ასიზა იქნება ყველაფერი კარგად დაალაგდება ეგეა სულ ეგ ის არის რა ქვია ბათუმში ეხლა გაუშვეს სამოვიდა იქ რაღაცე ლაგდება რა ჩემი ძმა და მეგობარი ჩემი კოტემჟავია დანიშნეს უსაყვარლესი პიროვნება და ადამიანი და ძალიან მოტივირებული და დიდ წარმატება მინდა ვუსურვო წარმატებები მე ვუსურვო ხარი ნახე ხოდა აი რა ისეთი რაღაცები ხდება და დაალაგდება ალბათ რა ყველაფერი უნდა დაალაგდეს თითოეული იცი რა ყველანაირად უნდა ვეცადოთ რომ აი რაღაცა პატარა იმის კონფლიქტის ნაპერწკალი რო ჩნდება ხო კი ამა დავამატოთ ცოტა უნდა რაღაცა ჩავაქროთ რა რა თქმა უნდა როგორია ლილი ხურითის ფორმულა აი რას ნიშნავს იყო კარგი მსახიობი როგორი აი შენი ფორმულა აი კარგი მსახიობი რო რას ნიშნავს გადადებული უნდა იყო ამ საქმისთვის აუცილებელია თუ რამდენი საჭიროა როგორი ნიჭის გაგდების და მიხედვით თუ არა გადადებული ყველაფერი უნდა შეწირო ამ საქმეს თუ აი ხო აი ყველაფერი არ უნდა შეწირო არა ეგ არ არის სწორი მე მაგალითად შემეშალა როდესაც ვამბობდი რომ ჩემი ოჯახია და მაგის გამო ძალიანაც დავისაჯე და სწორადაც დავისაჯე ოჯახია თეატრი უნდა გიყვარდეს ისე როგორც შენი პროფესია და პროფესია რომლის გარეშეც შენ არ შეგიძლიათ გადადებული უნდა იყო ოღონდ ისე კი არა რომ სხვამ დაგინახოს რომ გადადებული ხარ შენთვის შენ უნდა იცოდე შენ თავთან უნდა იყო მართალი რომ შენ ამას აკეთებ ამას ბოლომდე თუ არ აკეთებ ძალიან კარგი იქნება თუ ანაზღაურებადი იქნება მაგრამ თუ არ არის ანაზღაურებადი ახლა სანახევროდ გავაკეთებ და ისა იმას არ გპატიობს შენი პროფესია არ გპატიობს არის ანაზღაურებადი არ არის ანაზღაურებადი მაქსიმალური უნდა ჩადო იმიტომ რომ შენ თავი არ უნდა გავე შენი სიმები არ უნდა შენახა რა იქ ანაზღაურებადი თუ არ ანაზღაურებადი კი ბატონო დიდ როლში თუ პატარა როლში ხო შენახა რამდენი რო ჩანს აი ესე რო ჩანს ეს ხეს ხო მე ვარ ხო დიდი რო ჩამთლიანად რო ჩამრა ისიც მე ვარ ხო მე არ მქონდა პატარა როლების თამაშის გამოცდილება მაგრამ ერთი ორჯერ გიზო ჟორდანიასთან სხვათაშორის შემიყვანეს და ძალიან სასიამოვნო პროცესია და არანაკლებ საპასუხისმგებლო ამიტომ აი მაგით ნამდვილად ესე დიდი და პატარა როლი არ არსებობსო ხო და მაგაზე ხო იცი გიზომ რა მითხრა თვითონ გიზო და მე ვუთხარი პატარა როლს თამაშობ მეთქი იქ რაღაც სადაც სიხარულიძე აკეთებდა და პატარა როლს შედი გამოდი კენჭი ხარ მეთქი ეგრე ბასუბრატაშვილი პატარა როლი მაგრამ არ არსებობს მე ვუთხარი პატარა როლი არსებობს დიდი მსახიობი პატარა მსახიობი არსებობს დიდი მსახიობი და პატარა მსახიობი შენა ჯაპანჯან მომისმინე დიდი როლიც არსებობს და პატარა როლიც დიდი მსახიობის და პატარა მსახიობის. ეგეც არის, აი ეგ მართლა. ეგ მართლა არის, ხო? დიდ როლში არ გინახავს უდი არტისტი და პატარა როლში არ გინახავს კარგი არტისტი. დრო დაგვრჩა ცოტა და უცებ ძალიან მოკლედ ახალგაზრდებს რას ეთქოდი.
სახიობებს. ასე თქონი. სერიალი არ არის ბოლომწვერვალი ჩვენი სურვილებისა, ჩვენი პროფესიული სურვილებისა. ძალიან კარგია, საჭიროა, შემოსავალია, საჭირო რაღაცა, მაგრამ სერიალში თუ არის ადამიანი მე მგონი გაათმაგებული მუშაობა ჭირდება საკუთარ თავზე, რომ რაღაც გავლენების ქვეშ არ მოყოს და იოდა რაღაცეთი სწრაფ კონტეინერულ სამუშაოს არ შეეჩვევს. სერიოზულად უნდა შეხედოს. ახლა ეს ხო, ძალიან ცოტა დროში ბერს მუშაობა ახალგაზრდებთან და მუშაობდი ბატონ თემურ ჩეიძის წყალობით და მათ იციან ჩემი დამოკიდებულება და დამოკიდებულება რა, ისინი ხედავენ მე როგორ მუშაობ. ვიღაცისთვის კი არა, ჩემს თავს ვერ ვაკადრებ და ჩემს პროფესიას. იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია, რომ ამას ვერ ვაკადრებ და არ უნდა აკადრო შენს პროფესიას, რომ წავა რა, ეს წავა რა, თავიდან ბოლომდე, თავიდან არა, არაფერი არ გამოვა. მადლობა, ჩემო კარგო ადამიანო, რომ ინფორმაცია შემოდის და უნდა დავამთავროთ სამწუხაროდ ჩვენთან არ დავამთავრებთ. თუ კარგი ინფორმაცია შემოდის, ცლად უკეთესი. მოვა მაგიზმს თუ კაი ინფორმაციები იქნება და სამწუხაროდ ჯერჯერობით ესე არ არის, მაგრამ მე მინდა უღრმესი მადლობა გითხრათ ჩემო კარგო ადამიანო. შენ ახლა ძალიან კარგი არტისტი, შეიძლება ჩვენ რუსები ხარ ვართ. ხო და კაი არტისტი რა, მოკლედ და კაი მსახიობი ხარ და ხან კარგი ადამიანი ხარ, რაც ეს ძალიან იშვიათად არის ეს დამთხევები. და მიყვარხარ ძალიან. დიდი პატივისცემით ვარ შენს მიმართ. უღრმესი მადლობა, შემომადლობა. შენს მაყურებლებს უნდა უთხრა, რომ ეს იყო დიდი ხურითი, მე გახლავარ ჯაპანა. ეს გადაცემა ჯაპანას პაპანაკება იყო და მომოვა ხუჩაბათამდე გემშვიდობებით, ოღონდ არ გადაართოთ. ეკავე ხოთე შემოვა არაჩვეულებრივი თავის სტუმრით. დაელოდეთ, დარჩით ჩვენთან მეთქი გეუნები.